Coin-ის ფასი იყო 10 ცენტი, ეს ღირს $1000. იმ შემთხვევაში თქვენ თუ იყენებდით ან ეხაც იყენებთ MetaMask-ს, ძალიან დიდი ალბათობა არის, რომ იყოს airdrop-ი Coin-ის. არსებული USDT ვერ ხვდება ჯერჯერობით ამ რეგულაციების ქვეშ. შესაბამისად, Tether-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოუშვა სტაბილური Coin-ი USAT, რომელიც უკვე რეგულაციებზე მორგებული იქნება. გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბიტნეტიდან, ეს არის ჩვენი კრიპტო ნიუსი, რომელიც ყოველ კვირას გამოდის. თუ გაინტერესებს კრიპტოს ამბები, მაშინ გამოიწერეთ ჩვენი არხი. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ სამ სხვადასხვა თემაზე. პირველი BNB-ს ახალი რეკორდული high, მეორე MetaMask-ის შესაძლო airdrop-ი და თავისი coin-ის გამოშვება და მესამე Tether-ის ახალი coin-ი, რომელიც სპეციალურად ამერიკის ბაზრისთვის კეთდება. პირველი თემა არის BNB-ს ახალი რეკორდული high. BNB ავიდა $1000-ზე, რაც ალბათ ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. ზუსტად 3000 დღის წინ იყო BNB-ს white paper-ის გამოშვება და დაახლოებით ამ პერიოდში იყო ICO, ანუ პირველადი შეთავაზება ამ coin-ის. Coin-ის ფასი იყო 10 ცენტი, დღეს ღირს $1000. ესე განვითარდა ზუსტად რამოდენიმე წელში, ანუ 3000 დღეში BNB-ს ამბავი. პირველ რიგში რა არის ამის მიზანი და მიზეზი, რატო გახდა ესეთი პოპულარული? როგორც იცით, BNB არის Binance-თან დაკავშირებული coin-ი, ანუ საკუთარი blockchain-ი, რომელმაც Binance-მა გააკეთა და შესაბამისად საკუთარი coin-ი BNB. BNB-ზე საკმაოდ დიდი აქტივობა არის ამ ბოლო პერიოდში. პირველ რიგში ეს არის გამოწვეული აზიურ ბაზიდან გამომდინარე და Binance-ის მხარდაჭერიდან გამომდინარე. საკმაოდ ბევრი პროექტი იწყება უკვე Binance-ზე, BNB chain-ზე და შესაბამისად მოთხოვნას coin-ზეც გაიზარდა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითონ CZ, ანუ Binance-ის შემქმნელი, რომელიც ცოტა პასიური იყო ამ ბოლო პერიოდში, აქტიურად დაუბრუნდა ბაზარს და პოპულარიზაციას უწევს საკუთარ coin-ს. შესაბამისად, ფასიც აიწია და უკვე $1000-ზე არის ასული და როცა ბევრი coin-ი წვალობს და ვერ ატის ახალ რეკორდულ high-ზე, BNB შემთხვევაში ეს წყლარად შვიდად ხდება, ისე რომ ბევრი არც იგებს. მეორე თემა არის MetaMask-ი და საკუთარი coin-ი. MetaMask-ი არის ყველაზე პოპულარული wallet-ი კრიპტო სამყაროში და ერთ-ერთი ყველაზე ძველი. ძირითადად მუშაობს ეგრეთ წოდებულ EVM chain-ებზე, ანუ Ethereum-ი, Arbitrum-ი, BNB და ასე შემდეგ. როგორც ვიგებთ, უკვე ძალიან ახლოს არის MetaMask-ის ახალი coin-ი, ანუ საკუთარი coin-ი, რომელიც აქამდე არ ჰქონდათ. ხშირ შემთხვევაში და ადრე იძახდნენ, რომ ზუსტად რეგულაციებიდან გამომდინარე, რომელიც გაურკვეველი იყო, არ იღებდა თვითონ კომპანია ამ რისკს, რომ გამოეშვა საკუთარი coin-ი. და შესაბამისად, ბევრი ელოდებოდა ბოლო წლებშიც, რომ იქნებოდა ეს coin-ი, მაგრამ არაფერი არ ხდებოდა. დღეს უკვე ვიგებთ, რომ ძალიან მალე, ანუ შევა წელსაც მოხდეს, რომ MetaMask-ი თავის coin-ის გამოუშვებს. იმ შემთხვევაში თქვენ თუ იყენებდით ან ეხაც იყენებთ MetaMask-ს, ძალიან დიდი ალბათობა არის, რომ იყოს airdrop-ი coin-ის, ანუ თქვენ როგორც აქტიურ მომხმარებელს ან ძველ მომხმარებელს თვითონ MetaMask-მა გაჩვენოს შესაბამისი საკუთარი coin-ები და იმედია რაღაცა კაი თანხა გამოგივათ ამ ყველაფერში. მესამე თემა არის უკვე Tether-ი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე. როგორც იცით და ხშირად გვითქვია, სტაბილური coin-ების ირგვლივ ახალი რეგულაციები მიიღეს ამერიკაში, Genius Act-ი და ეს რეგულაცია, რა თქმა უნდა, იმასაც ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი არის კრიპტო კომპანიებისთვის, ანუ კრიპტო friendly არის, რა თქმა უნდა, რეგულაციების ქვეშ უნდა მოხდეს კომპანიები. მათ შორის, რა თქმა უნდა, Tether-იც. არსებული USDT, რაც დღეს გვაქვს, ვერ ხვდება ჯერჯერობით ამ რეგულაციების ქვეშ, ვერც ევროპულის ქვეშ და შესაბამისად Tether-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სპეციალურად ამერიკისთვის გამოუშვას ახალი სტაბილური coin-ი, რომელიც არის USAT, რომელიც უკვე რეგულაციებზე მორგებული იქნება. თვითონ Tether-ს ძალიან კაი ურთიერთობა აქვს როგორც ჩანს ამერიკულ მთავრობასთან, ტრამპთანაც რამოდენიმეჯერ იყო Tether-ის leadership-ი და ძალიან საინტერესო იქნება თვითონ რა შეთავაზებებს მივიღებთ USAT-ის ირგვლივ. ზოგადად სტაბილური coin-ების მარკეტი ისევ და ისევ საინტერესო არის, ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე შემოდის, მათ შორის Binance-ის coin-ზეც, რომელიც ახლა ვილაპარაკეთ, თვითონ Chain-ზეც ახალი მოთამაშეები შემოდიან და ბევრ სხვა რაღაცას თავაზობენ მომხმარებელს. ხშირ შემთხვევაში ეს არის, რომ სულ ეს coin-ი გიჭირავს, მაგ შემთხვევაშიც შეიძლება მიიღოს სარგებელი. USDT-ის შემთხვევაში ეს არ არის და საინტერესო იქნება, რა რეაქცია იქნება თვითონ Tether-ს იმ ფაქტზე, რომ ახალი კონკურენტები ჩნდებიან და შესაძლოა, რომ წაართვან market share-ი. შესაბამისად, ნახოთ რა მოხდება მომავალში, როგორ განვითარდება სტაბილური coin-ების ამბავი. ეს იყო ამ კვირისთვის ნიუსების ირგვლივ. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვილაიქოთ ვიდეო და შევხვდებით იქით და კვირას.